რა მდგომარეობა გვაქვს ეკონომიკის მიმართულებით DGG აქციზი მოგებისა და იმპორტის გადასახადი პირველ კვარტალში ამ მიმართულებებით გეგმა ვერ შესრულდა. Ყველაზე უარესი მონაცემი აქცის უკავშირდება, შესრულდა გეგმის მხოლოდ 87%, შემდეგ მოდის იმპორტის გადასახადი, შესრულდა გეგმის 89%. ჯამში 2025 წლის იანვარ-მარტში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა საპროგნოზო მოცულობა დააკმაყოფილა, მაგრამ როგორც გითხარით, ყურადღებას იქცევს ცალკეული კომპონენტები. მონაცემი დეტალურად ასე გამოიყურება საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მოცულობის 101%, მოგების გადასახადის სახით მიღებული საშემოსავლო პროგნოზის მოცულობის 96%, დამატებითი ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მოცულობის 99.4%, აქციზის სახით მიღებული შემოსავლები საპროგნოზო მოცულობის 87%, იმპორტის გადასახადი საპროგნოზო მოცულობა გეგმის 99%, სხვა გადასახადების სახით, ეს მნიშვნელოვანია, სხვა გადასახადების სახით მიღებულმა შემოსავლებმა იანვარ-მარტში შეადგინა 339 მილიონი ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის 130 მილიონი ლარის 261%-ია. ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში მოვიწვევთ რომან გოცირიძეს, პოლიტიკოს, ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს. საღამოშვიდობისა. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე წავუკითხე ახლა მონაცემი პირველი კვარტლის ჩვენს მაყურებელს და საინტერესოა ახლა თქვენ აგვიხსნათ პოპულარულ ენაზე, ჩვენი მაყურებლისთვის გასაგებ ენაზე, რას ნიშნავს ეს მონაცემები და როდესაც ვამბობთ, რომ პირველი კვარტლის ჯამში შესრულდა მოცულობა, მაგრამ რაღაც კომპონენტებში ვერ შესრულდა. ეს რისი მანიშნებელია? დავიწყოთ ბოლოდან. აი ბოლო წაიკითხეთ კიდევ ერთხელ. კი ბატონო, ბოლოს წავიკითხავ კიდევ ერთხელ. ეს მონაცემი გამოიყურება ასე. სხვა გადასახადების სახით მიღებულმა შემოსავალმა იანვარ-მარტში შეადგინა 329 მილიონი ლარი. 261%. 261%-ით რაღაცა გადააჭარბეს. სხვა გადასახადი. და იქ წერია, რომ 130 მილიონით მეტი შემოვიდა სხვა გადასახადი. საპროგნოზო მოცულობის 130 მილიონი ლარის მეტი. ხო, 339 გვაქვს ახლა და 130 მილიონის 261%-ია. 261. აბა ნახოთ რა შესრულდა. აი პირდაპირ წაგიკითხავთ, რას ნიშნავს სხვა გადასახადები ხაზინის მუხლით. სხვა გადასახადები ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადები. ანუ 329 მილიონი ლარის გადასახადები შემოვიდა ამ მუხლით და აქედან 327 მილიონი ლარი არის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადები. ზედმეტად რას ნიშნავს? აი ახლა შეცდომით კიდევ ხვდებით რა შეიძლება. ეს თუ 329-ს გამოვაკლებთ 327-ს, ამ მუხლით სხვა გადასახადებით ბიუჯეტში შემოსულა მხოლოდ 12 მილიონი ლარი. მაშინ 130 მილიონით გეგმის გადაჭარბება საიდან მოხდა? გადაიხადეს მეწარმეებმა გადასახადი, DGG და სხვა გადასახადები, განსაკუთრებით ეს DGG-ს ეხება, არ დაუბრუნეს უკან და თუ ზედმეტად გადახდილ გადასახადს უკან არ დააბრუნებ და ამას ჩათვლის შემოსავალში, მაშინ მთლიან შემოსავლის სურათს ამახინჯებ. ეს ნაწილი გადასახადების გეგმის შესრულებაში საერთოდ არ უნდა ფიგურირებდეს. ანუ 327 მილიონი ლარი ეს არის დასაბრუნებელი ფული. ეს ფული 12 მილიონი შესრულდა. მხოლოდ 12 მილიონი შემოვიდა ამ მუხლიდან. ეს 327 რომ გამოვაკლო, რისი ასე თქვა გადასახადების გეგმის შესრულება, როდესაც უზარმაზარი გარღვევა გექნება. რა თქმა უნდა, გადასახადების ზედმეტად გადახდა ყოველთვის ხდებოდა. როდესაც ბიუჯეტში შემოსავლები აი ამნაირ მდგომარეობაში იყო. მაშინ 6-7 თვის განმავლობაში არ ხდებოდა დაბრუნება. იყო წლობით აგვიანებდნენ ზედმეტად გადახდილ ან სხვა ფორმით დასაბრუნებელ თანხებს. ანუ ამ 329 მილიონიდან ბატონ რომან 327 მილიონი უკან დასაბრუნებელი. ეს სწორედ ეს არის ზედმეტად ან შეცდომით ჩარიცხული გადასახადები და 327 მილიონი არის დასაბრუნებელი. პრობლემა იმაში კი არ არის რომ დასაბრუნებელია და განსაკუთრებით როდესაც დიდი რაოდენობის DGG-ს ბრუნვა, ნავთობკომპანიების გაზის იმპორტი, ახლა პირველ კვარტალში ელექტროენერგიას სამწუხაროდ გაიზარდა რუსეთიდან იმპორტი, სადღაც თითქმის 40%-მდე, როდესაც დიდი ბრუნვა
დასაბუნებელი თანხები ბიუჯეტში გროვდება. მაშინ პრობლემა რა არის? პრობლემა არის ის, რომ არ უნდა მოატყუო შენი ქვეყნის მოქალაქეები და არ უნდა თქვა, რომ ფული ზედმეტად ამოიღე და არ დააბრუნე და 329 მილიონის ნაცვლად 500 მილიონი რომ ამოეღო და არ დაებრუნებინა, მაშინ გამოვიდოდა რომ ბიუჯეტის ასე ვთქვათ გადაჭარბებით შესრულდა საშინელი ოდენობით. ანუ ამ ყველაფრის გათვალისწინებით პირველ კვარტალში ბიუჯეტი ვერ შესრულდა? კი, რა თქმა უნდა, ამას რომ დავანებოთ აი ამ მუხლს და ეს არის მანიპულაცია, თუმცა ეს არის ნორმალური ვითარება, თუ კი დროზე ეხთი. რატომ არის პრობლემა? დროზე ვერ იხდი მაშინ, როდესაც უკვე პრობლემა ჩნდება ეკონომიკაში და ბოლო წლების განმავლობაში პირველად მოხდა, რომ თითქმის ყველა მთავარი საშემოსავლო გადასახადის გეგმა ვერ შესრულდა. ანუ ეს არის პრობლემა, უკვე რისკის ქვეშ დგება ზედმეტად ამოღებული თანხების დაბრუნების საკითხი. ვინაიდან ვერ შესრულდა აქციზი, ანუ ეს ბევრია, 87%-ით რო შესრულდა მხოლოდ აქციზის სახით მიღებული შემოსავლები. რა თქმა უნდა, ბევრია. საპროგნოზო მოცულობასთან შედგა 87. ვერ შესრულდა, ეს პირველი რაც ყველაზე დიდი იყო. ვერ შესრულდა იმპორტის გადასახადი, რომელიც დიდი წილი არა აქვს ბიუჯეტში, მაგრამ ტენდენციას აჩვენებს, ვერ შესრულდა. ვერ შესრულდა მოგების გადასახადი, ეს ტენდენციას აჩვენებს, ანუ ბიზნესის აქტიურობის კლებაზე მიუთითებს და ვერ შესრულდა DRG-ს გადასახადი, მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდზე DRG გაიზარდა ბიძინა ივანიშვილის აი ამ 480 მილიონი ნახატების ასე ვთქვათ იმპორტი გაიზარდა 480 მილიონის და ეს DRG არ გადაიხადა და იქ მანიპულაციით შეიძლება მშუკიც გაიზარდოს და სხვათა შორის ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოტანილი ნახატები 9 მილიარდია და ახლობით სადღაც თუ არ ვცდები 70 მილიონი არის სკულპტურები და 440 მილიონი არის ნახატები. ეს კი არ არის ჩვეულებრივი იმპორტი, რომ შემოიტანა და მე გაყიდე რაღაც ყველი გაყიდე ან ავტობი გაყიდე ან რაღაც ასე ვთქვათ პროდუქტი. ეს ამას დაემატა ოფშორების კანონი. ოფშორების კანონით ბიძინა ივანიშვილმა ეს შემოიტანა თავისი კომპანიიდან. კომპანია გადმოწერა ოფშორიდან. მისმა მეუღლემ და შვილმა აქ დააარსეს ქართული კომპანიები. ოფშორიდან გადმოწერილი კომპანიის კაპიტალში შეიტანეს 9 მილიარდი დოლარის ღირებულების აი ეს აქტივები, ანუ ნახატები და კაპიტალში შეტანა ზრდის მუშიფოს და ახლა სულ მალე გამოქვეყნდება პირდაპირ უცხოური ინვესტიციები და პირდაპირ უცხოური ინვესტიციის მეთოდოლოგიით თუ კაპიტალში შეგაქ რაღაცა ფული მაგალითად ან ამ შემთხვევაში ნახატები აისახა კაპიტალში საშინლად გაიზრდება პირდაპირ უცხოური ინვესტიციები. ანუ ეკონომიკურ ზრდაში შედის საბოლოო ჯამში ეს რაც ივანიშვილმა გააკეთა. კი, შედის და ოღონდ სპეციფიკურად შედის როგორც წესი იმპორტი და ექსპორტი ერთმანეთს აკლდება და ეკონომიკურ ზრდაში სალდო სხვაობა შედის, მაგრამ ამ შემთხვევაში ისე ვიმეორებ, ეს არის სპეციფიკური იმპორტი, რომელსაც თან მოსდევს ივანიშვილისთვის დაწერილი ოფშორების კანონი, რომლიდანაც შემოტანილი საქონელი იქცევა კაპიტალად. და კიდევ ერთი რომ მივხვდეთ ამას, ბიძინა ივანიშვილმა 4 ოფშორიდან გადმოიტანა 12 კომპანია ქაღალდზე. ამ კომპანიის ყველა ქონება არის საქართველოში ფიზიკურად. მისი სახლები შუშის სასახლე, არა შუშის სასახლე, ბაკურიანში, შეკვეთილში, სადღაც იმაში, ჭორვილაში, აბასთუმანში, სასტუმროში ის დიდი სასტუმრო რომ არის შეკვეთილში, პარაგრაფი იგივე ააშენა თავისუფლების მოედანზე, გალერეა რომ არის 70 მილიონი ღირს უზარმაზარი. ეს ყველაფერი მიუხედავად შუშის სასახლეში თბილისის 50 მილიონი და კიდე პანორამა და რაღაცებს რო აშენებს. ეს ყველაფერი დაახლოებით 9 მილიარდი დოლარის ასე ვთქვათ კაპიტალია, რომელიც ოფშორში იყო გაფორმებული. ამ საქართველოში ივანიშვილის შვილისა და მეუღლის მიერ გაფორმებულ კომპანიებში მოხდა ამათი გადმოწერა და გადმოწერის შემდეგ ეს აქტივები აისახა
კაპიტალში, რომელიც გადაიქცევა ქაღალდზე პირდაპირ უცხოური ინვესტიცია და ყალბი უცხოური ინვესტიციის სურათს მივიღებთ სულ მალე როგორც კი ეს გამოქვეყნდება. ისე როგორც ყალბია ეს მაჩვენებელი. საბოლოო ჯამში ამ ყველაფერმა სადღაც უნდა მიგვიყვანოს და ვიდრე ამაზე დავსვამ შეკითხვას უბრალოდ მაინტერესებს მაგალითად აქციზის სახით მიღებული შემოსავლების საპროგნოზო მოცულობის 87% რომ შესრულდა მხოლოდ შეგიძლიათ მიზეზი მითხრათ რატომ მოხდა ეს აქტივობის ყველა მარტო შეიძლება დაუშვათ აქციზი ვიღაცამ თქვას რომ არ შემოვიდა ახლა საწვავი დაუშვათ იანვარში მეტი შემოვიდა და ასე შემდეგ და არ გადაიხადეს მაგრამ სხვასთან ერთად აქციზი მოგება იმპორტი DGG რომელიც მთავარი საერთო ჯამში რას გვიჩვენებს რა პროცესები მიდის ეკონომიკაში აჩვენებს რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა არის შენელებული და ქვეყანაში აი როდესაც გაცივდები და პირველ სიმპტომებს რო გზნობდა თერმომეტრი რომ გაჩვენებს ჯერ არ არის 40 გრადუსი მაგრამ 37 და 1 და 37 და 2 ეს არის გამაფრთხილებელი წინასწარი გამაფრთხილებელი ნიშნები ერთი არის манипуляციები რომელთაც მშპ-ს ანგარიშობენ და მშპ გაყალბებულია მშპ-ს გაყალბებას ახლა თეორიაში ძალიან შორს ავალ თორემ როდესაც მშპ რეალური არა ნომინალური ეძახიან ნომინალური მშპ შექმნილი მართლა რომ ზუსტად გაზომო საკმარისია რეალური მშპ-ს გაანგარიშებისას ინფლაცია ცოტათი შეამცირო ამას დეფლატორი ქვია მაგალითად ინფლაცია არის 7% თქვათ უხეშად ვამბობ და 7-ის ნაცვლად თუ ჩაწერ 5%-ს ამ შემთხვევაში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი რომელიც გაწემენდილია ფასების დისაგან ინფლაციისაგან შესაძლებელია მხოლოდ ინფლაციის აი ამ დეფლატორის манипуляციით ასე ვთქვათ გაადიდო ვინაიდან რაც უფრო ნაკლებზე იყო თუ 7-ზე გაყოფ დაუშვათ 80 მილიარდს სხვა რიცხვს მივიღებ და თუ გაყოფ დაუშვათ 3-ზე სხვა რიცხვს მივიღებ ანუ მშპ-ს манипуляციას ეწევა ჩვენი სტატისტიკის პროპაგანდაშიც ესეთი манипуляცია აქ ნუ არც ღირს ამაზე საუბარი ამ წუთას ამ ფორმატში რომ თითქოს გერმანიას რომ 1 ან 2% ექნება ეკონომიკური ზრდა და საქართველოს თქვათ 10 ამას რომ ერთმანეთს ადარებენ ამ თემას ახლა გადავდებ ეს უბრალოდ საზოგადოების შეურაცხყოფაა როდესაც ასეთ პროპაგანდას ეწევიან საბოლოო ჯამში რაც ყველას აინტერესებს ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ბიუჯეტი ეს ყველაფერი სადღაც აისახება, საბოლოო ჯამში აისახება მოქალაქეებზე, ბიუჯეტზე აისახება, საჯარო სექტორში, ხელფასებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ თვალსაზრისით რა მდგომარეობა შეიძლება მივიღოთ? არის თუ არა მაინც ეკონომიკა, მიუხედავად იმ ნიშნებისა, რომელსაც ახლა განმარტავდით, სტაბილურ მდგომარეობაში დღეს საქართველოში? რა თქმა უნდა სტაბილურ მდგომარეობას ვერ დავარქმევთ ბიუჯეტის შემოსავლები ბევრ რამეზეა დამოკიდებული შეიძლება ბიუჯეტის შემოსავლები გაიზარდოს ინფლაციითაც კი მაგრამ ერთია როდესაც ბიუჯეტში რაღაც შემოსავალია ან რაღაც რაოდენობისა და მეორეა რა ძალა აქვს მას მსყიდველობით უნარიანობის თვალსაზრისით ამიტომ ბევრი ნიუანსებია ბიუჯეტის შემოსავლების ფორმირების კუთხით მაგრამ ბიუჯეტს აქვს ორი მხარე ერთი შემოსავალი რომელსაც ჩვენ ვხედავთ რომ გაუჩნდა პრობლემები სხვათა შორის 179 მილიონი იყო დეკემბრის თვეში აი ეს ამ მუხლით ზედმეტად გადახდილი ან შეცდომით გადახდილი თანხები 179 მილიონი აი ახლა ნაცვლად იმის რომ ზედმეტად გადახდილი თანხების ოდენობა შემცირებული იყო აი აგერ 330 მილიონამდე გაიზარდა თუ სტაბილურად გადახდის უნარიანი ხარ დასაბუნებელი თანხების დაგროვება პრობლემა არ არის, ოღონდ რაღაც ზღვარს არ უნდა გადასცეს. აქაც ტენდენცია, რატომ იყო 179 მილიონი ნოემბერში შარშან, აი ეს 4 თვის წინ, რატომ მოიმატა 179 მილიონამდე დეკემბერში და ნაცვლად მისი გასტუმრებისა, რატომ გახდა აგერ 330 მილიონი. ანუ ეს ერთი მხარე შემოსავლების მხარე, მეორე მხარე ეს არის ხარჯები, ეს არის კატასტროფული, ვინაიდან აქ არის ჩადებული უზარმაზარი კორუფციული ხარჯები, ინფრასტრუქტურაში, სხვადასხვა ტენდერებში, გაბერილი, ასე ვთქვათ, ბიუროკრატია, მოპარვები, ფუფუნების საგნები, ანუ ბიუჯეტის მეორე მხარე ულევით. მესმის ცოტა დრო გრჩება, მინდა მოვასწრო ეს შეკითხვა. ლაშა ხუციშვილი, ლევან დავითაშვილი და ნათია თურნავა, ანუ
ეკონომიკის მინისტრი, არალეგიტიმური მთავრობის, ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იმყოფებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში. ერთი ის რომ ეს პირები არ არიან სასანქციო სიაში, ასე აღმოჩნდა სავიზრო სასანქციო სიებში და სოფლიო ბანკის მმართველ დირექტორს შეხვდნენ და სავალუტო ფონდისას. რას შეიძლება ეს ნიშნავდეს? როგორ უნდა გავიგოთ ეს ინფორმაცია და თქვენ რა დასკვნა გამოგაქვთ იქიდან რაც ახლა წაგიგეთ? სავალუტო ფონდის და სოფლიო ბანკის წევრი ქვეყნების 180 ქვეყნის 180 ფინანსთა მინისტრი და 180 ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი. ეს არის წლიური შეკრება, არაფერი ეს არ არის. სხვათა შორის, როდესაც სავალუტო ფონდში არსებობს დირექტორატი და ყველა წევრ ქვეყანას ამ დირექტორატში ყავს საკუთარი წარმომადგენელი. როგორც წესი სავალუტო ფონდში წარმომადგენელი, ანუ დირექტორი არის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ან მმართველი, ანუ 180 დირექტორი ყავს ამ ფონდს გარდა აღმასრულებელი სტრუქტურისა და ასევე სოფლიო ბანკში ტრადიციულად ფინანსთა მინისტრი წარმოადგენს საქართველოს და ეროვნულმა ბანკმა უზარმაზარი პრეს-რელიზი გამოაქვეყნა ერთი თვის წინ მიულოცოთ რა კარგი ამბავი ხდება ნათია თურნავა გახდა სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრი. მაგრამ ბატონ რომან, ანუ იგი დღეს ისე სურათში ეუთოს წარმომადგენელი, აი ამის პროპაგანდისტვის ნოყიერნიადაზე ჩავიდნენ და ფოტოები დადეს და თანაც მეხუთე რანგის წარმომადგენლები შეხვდნენ. წინათ ბუნებრივია, რომ სულ მცირე წლიური შეხვედრისას სავალუტო ფონდის და სოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტები მაინც ხვდებოდნენ საქართველოს წარმომადგენლებს. მეც ვიყავი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, მეც ასე ვთქვათ ვიყავი დირექტორი, ოღონდ შტატით მერგო და არა ასე ვთქვათ, იმით როგორც მე ხლა რეკლამა გაუწიოსო დირექტორი გახტაო და ჩემ გარდა 180 ქვეყნის წარმომადგენელი იყო. და მანამდეც აგერ თუნდაც არ მიანიჭებდით რაიმე განსაკუთრებულ ეკონომიკურს არა, თუნდაც პოლიტიკურ მნიშვნელობას? აქ ერთი სიტყვაც კი არ არის იმასთან დაკავშირებით, რომ თუნდაც იგივე ფონდის პროგრამა აღდგება. ანუ არაფერი საქართველოსადმი დამაიმედებელი არ უთქვამთ, თორემ იმავე წუთას განაცხადებდნენ, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა უკვე დაიწყეთ საუბარი. ბოლო შეკითხვას დაგისვამთ, ბატონ რომან, იწურება ჩვენი დრო. 5 ქვეყანა ექსპორტის თვალსაზრისით, რომელიც მინდა ჩამოგითვალოთ, ეს არის თუ შეიძლება ყირგიზეთი 298 მილიონი დოლარი, ზრდა აქ 26%-ია, ყაზახეთი 176 მილიონი, ზრდა 19%, აზერბაიჯანი 140 მილიონი, აქაც ზრდა არის, რუსეთი 129 მილიონი და აქ არის კლება და სომხეთი. რას გვეუბნება აი ეს 5 ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ გვაქვს, ეს არის 5 მთავარი ქვეყანა საექსპორტო თვალსაზრისით. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს მონაცემი? იმას გვეუბნება, რომ ეს არის ის ქვეყნები, სადაც შედის საქართველოს გავლით ამერიკული ავტომობილები. ყირგიზეთი ქაღალდზეა, ზემოში რუსეთში ილექება ეს ანუ რუსული სქემის ნაწილია ეს ქვეყნები. სანქციების გვერდის ავლის და საქართველოს არის ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, გზა და ხელშემწყობი აი ამ მეორადი ეგრეთ წოდებული პარალელური იმპორტისა და რუსეთის გადამრჩენი, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, თურქეთთან ერთად ამ რეგიონში და სომხეთიც ჩართულია, ანუ სხვა მიმართულებით საჰაერო გზით ხდება. ანუ როდესაც 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების ავტომობილები გადის, ოღონდ იქ არ შედის. ეს უკვე დამტკიცებულია ყირგიზეთში, რომლის რეალური მყიდველობით უნარიანობა არის 50-60 მილიონი ღატაკი ქვეყანაა. ამაზე მეტი ავტომობილის ყიდვა მათ არ შეუძლიათ. ანუ ის იქიდან მიდის სხვა დანიშნულების ადგილი. მეორე თავად რუსეთია, თუმცა რუსეთში რაღაცები გადის. ექსპორტმა იკლო, მათ შორის ღვინის ექსპორტმა იკლო, იმპორტმა მოიმატა, საგადამხნელო ბალანსი გაუარესდა. რას ნიშნავს ყაზახეთი? აქაც ამერიკული ავტომობილები. რას ნიშნავს კიდე რომელი ახსენეთ? აზერბაიჯანი, სომხეთიც, ამერიკული და სომხეთშიც ამერიკული ავტომობილები. კურიოზი რა არის, იცით? 15,000 ცალი ავტომობილი გავიდა ყირგიზეთში. ზუსტად იმდენ შეიძლება შემიშალოთ 15 თუ 8 არ ვიცი, მაგრამ მე მგონი 8,000 ხო რა, 8,000 ავტომობილი შევიდა ყირგიზეთში, 8,000 ავტომობილი შევიდა ყაზახეთში
და ყაზახეთში შესული ავტომობილების ღირებულება ორჯერ ნაკლებია ვიდრე ყირგიზეთში შესული ავტომობილების. ანუ ეს ნიშნავს, რომ ყაზახეთში სტატისტიკა ოფიციალურად აღირიცხება და მეორადი მცირე, ასე ვთქვათ, ღირებულების ავტომობილები შედის და ორჯერ მეტი ღირებულების იგივე რაოდენობის თუ ყირგიზეთში შედის, ეს არის 50-60 დოლარიანი ავტომობილები, რომლის შეტანა აკრძალულია რუსეთში და ფაქტობრივად ყირგიზეთიდან ნაცვლად შედის რუსეთში აკრძალული რაღაც ასე ვთქვათ კუბურ სანტიმეტრზე მეტი ავტომობილები, რომლებიც სანქციების ქვეშ არის.